ჯენზი რო იცოდე, ჯენზის უბედურება, ჯენზის ნაკლი და ჯენზის ბრაკობა, ვის ბრაკობაზე მიუთითებს? მოდი აი ამ ძალიან უხერხულ თემასაც შევეხოთ, რომელსაც ყველა აიგნორებს. ჯენზი ხო ჩვენი თაობის შვილები არიან. და ჯენზი თუ სიტყვაზე დიდწილად ნაგავი არის, ეგ რას მიუთითებს ამ ჯენზიმ დემყობზე? აი ეგ არგუმენტი ჰქონდა ჩვენს ბავშვობაში. ეგ არგუმენტი მეგონი შენ ახლა აჩუქე, იმიტომ რომ მაგამდე თვითონ ჯენზი ვერ მივიდოდა. ხო. ეგრე როგორ თქვენ რა ხართო ესეთი თაობაო არ ვინახავთ. მე ამას ვეუბნებოდით ზუსტად რაც შენ ახლა. და კარგი არგუმენტი. ხო, იმიტომ რომ შეხედე რა, ეგ ჯენზი კაფსულაში ნეოსავით ხო არ დაიბადა, კაფსულაში ხო არ იჯდა სანამ პირს გააღებდა და TikTok-ზე დარეგისტრირდებოდა, ხო? ანუ სადღაც იზრდებოდა. გონი. ჩვენზე უფრო ცუდად მეტყველებს და ცოტა ჩვენზე უფროსებზე ვიდრე თვითონ ჯენზის. აუჩი. კი, ანუ ჯენზიზე ცუდი, ჯენზის შემქმნელი არის ჩემი აზრით. ამიტომ აი ეგ რაღაცნაირად იმას მიჩენს რა, რაღაცა სიმპათია არა, მაგრამ აი ცრუ იმედი მაინც რომ მქონდეს რომ რაღაც შეიძლება ჯენზისგან გამოვიდეს. მაგრამ ეს რაციონალური არ არის. ხო და ბარემ რადგანაც ეს სიმპოზიუმია და მინდა რომ ახალ მაყურებელმა გაიგოს ჩემი რწმენები და რამე, ესეთ რამესაც დავამატებ, რაც ცოტა ხნის წინ გავიგერო თურმე ლიბერტარიანელებსაც, ქართულ ლიბერტარიანელებს უნდათ, რაც არის პენსიების გაუქმება. და აქ მე პირდაპირ ვხედავ რას? ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებას რა, იმიტომ რომ შეხედე, რო იცი რომ პენსია არ გაქვს და ეს ყველას არ უნდა გაუქმდეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ იქ ვეტერანებს, იმათ, ამათ, გულისხმობ აი ზოგად იმას, რა, რომ აი დაბერდი, აი ამას აქვს მიუკაკუნე, ჰოპ, მორჩა, აჰა, გერიცხებოდეს. და ეგეც ბევრს არ ურიცხავენ. საერთოდ რო გაუქმდეს ეგ, იმიტომ რომ შეხედე, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს მერე რომ აღზარდო შვილი, აი ბიძინა რო იყო რას იზამდი. მეტი პასუხისმგებლობა გაქვს მერე რომ კარგი შვილი აღზარდო და რაც მთავარია რომ ბევრი შვილი ყავდეს. იმიტომ რომ მერე აი იმ რეალობას კარგად გააცნობიერებ, რომ მარტო ერთი შვილი არაფერს არ ცვლის. იმიტომ რომ ის ერთი შვილი ნებისმიერი რამე შეიძლება გამოვიდეს. როგორი კარგი ოჯახიც არ უნდა იყოს. და ეგ ჩემი აზრით აი მაგ ოჯახური აზროვნების, აი მაგ ოჯახურ აზროვნებას ზრდის, როცა იცი, რომ სიბერეში ეგრე არ იქნება რა, რომ ხვდები, ფულები გიხადონ და რამე, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გაზრდი შენს შვილებს, მეტ შვილს გააჩენ, მეტად ჩადებ ენერგიას და ყველაფერს, ხო ხვდები და ნაკლებად იქნება iPad თაობა, ხო ხვდები? გასაგები. და მაგ პენსიის ფულით რა ვშვებით? რაც ძალიან დიდი ფულია. რო არ დაგიმალო აი ეგ ფული ვის ჯიბეში წავან, რას მოხმარდება, დიდად არ მადარდებს, იმიტომ რომ ეს უკვე იმდენად კარგი იქნება, რომ რატომღაც აღარ ვფიქრობ მაგაზე, სად წავა ამდენი პენსია. თუ გინდა ნებისმიერი ჩინოვნიკის ჯიბეში წავიდეს, ოღონდ ეს მოხდეს. მოხდები? შენ თუ გაქვს რამე წარმოდგენა, სად შეიძლება რომ ეგ წავიდეს? სად უნდა წავიდეს და უფასო სადილე მოხუცებისთვის ეგეთი დაწესებულება აუცილებლად საჭირო იქნება თუ რეალურად მაგას ეგ მიღწევადი არის, იმიტომ რომ უბრალოდ შიმშილით არ მოკვდეს ადამიანი, მაგრამ ცოტა სირცხვილიც უნდა იყოს, რომ აი ამის ბებია, ბაბუა, დედა, მამა იქ დადის, იმიტომ რომ აი ვერ უზრუნველყო თავისი შობლების ბებიის ბაბუის ის. იგივე როგორც აბორტზე პოზიცია გაქვს, რომ ლეგალური უნდა იყოს, მაგრამ სირცხვილი უნდა იყოს. ხო, ზუსტად, აი ეგ ძალიან კაი მომენტი მოიყვანე რა, იმიტომ რომ აი ეგ სირცხვილის შეგრძნება რა, რომ შენი მშობელი დადის იქ და აი მაგ დროს სხვანაირადაც გაზრდი შვილს. ნაკლებად დაარტყო, იმიტომ რომ მართლა ბევრი პროჭი არის, ვინც გაიზარდა, ცოტა ფული გააკეთა და მშობლები დაიკიდა, ყველა დაიკიდა, საერთოდ წავიდა თავისთვის არის, იმიტომ რომ ბავშვობაში დაარტყან, ბავშვობაში რაღაცა ტრავმა მიაყენა, ან ოჯახში ბევრი ჩხუბი იყო და ასე შემდეგ და როცა აი მაგას გაიაზრებ, რომ სიბერეში შეიძლება მოგიწიოს ჭამა ისეთ ადგილას, რაც შენთვის დამამცირებელი შეიძლება იყოს, შვილს მეტი სიყვარულით გაზრდი
ნაკლებად დატრაუმაო, ნაკლებად იჩხუბებ მის წინაშე და ხო ხდები, ანუ მეტი სიყვარულით გაზრდი რა. ხმაზე რაც იგულისხმე, აი მაგალითად 13 წლის შენ შვილს უნდა სახეზე დაიხატოს რაღაცა სვასტიკა ან რამე. ეგ უკვე დამარცხებას ნიშნავს, თუ შეგიძლია ხელითაც შეეხო, თუ უკვე უნდა აღიარო, რომ დამარცხდი. ეხლა ნახე, მე არ ვემხრობი შვილზე ხელით შეხებას. მე არ შევეხები ჩემ შვილს ეგრე. მე ცოტა მე მჯერარ, იცი როგორი რამე არის, რომ აი სიტყვით ყველაფერი გამოვა ახსნით და ასე შემდეგ. ეს იდეა ხო არის, რომ შვილს არ უნდა დაარტყა, არამედ სიტყვით და ასე შემდეგ გააგებინო. და იდეაში ყველა მშობელი თანამედროვეები მაგას იზიარებენ, მაგრამ მანდ პრობლემა იცი რა არის, რომ იგივე მაგ მშობლების უმეტესობას მაგისი ტრაკი არ აქვს, რომ სწორად დაელაპარაკოს, სწორად აუხსნას და თანმიმდევრული რო იყოს მაგაში, იმიტომ რომ მაგას სჭირდება ძალიან ძლიერი პიროვნული საყრდენი, ძლიერი იგივე ჰორმონალური სტაბილურობა, ფსიქიკა და მთელი ამბები რა, ამიტომ აპრიორი ხალხისთვის ესე რომ გავავრცელოთ, რომ აი კარგად აუხსენი, კარგად აღზარდე, დებილობა იქნება, იმიტომ რომ ვერ მოიქცევიან ეგრე, ხო ხდები? დარტყმას მე ვეწინააღმდეგები. ამიტომ რაღაცა ცოტა უხეში ზომები ალბათ კარგი იქნება რა და ავტომატურად წააგე თუ არა 13 წლის შვილმა თუ გითხრა რომ სახეზე ტატუ მინდა აუცილებლად არა, იმიტომ რომ ბავშვებს ათასი დებილობა უნდებათ, ხო ხდები? როგორ კარგადაც არ უნდა გაზარდო, ხო არ ვიცი, ნახა არ ვიცი, ომის ღმერთი ითამაშა მაგალითად და ნახა კრატოს რა მაგარი ისა აქვს, ხო? ტატუ იქ ხელზე სახე თეთრად და აი მოუნდა, ხო? ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ ჩაფლავდი როგორც მშობელი. გასაგებია დარტყმა არა, მაგრამ იმაზე რა სიტყვი გქონდეს თუ არა შიში რომ დაარტყან, ანუ რაღაც შემდეგ. არა. მადლობა Redname წავიკითხავახლავე. არა, დარტყმის შიში არის უკვე სერიოზული ტრავმა რა. აი ხლა შენი აზრით ავიღოთ ყველაზე ტრადიციული ადამიანი, ვინც ორივემ შეიძლება წარმოვიდგინოთ და ისეთი კარგი ადამიანი რა. რომელიც ისეთი არის, ტრადიციული რამე, რომე აი ლევან ვასაძე. შენი აზრით ლევან ვასაძე, რომელიც გადასარევ შვილებს ზრდის და აღზარდა და ასე შემდეგ. შენი აზრით ოდესმე საჭიროება ქონდა ხელისაწევის ან დამუქრების რომ ხელს აწევს თავის შვილზე. მე ეჭვება მე ძალიან. ხო ხდები? და აბა იმას რა ვუყოთ, რომ შიში შეიძლება იცი რა არის? შიშზე არ არის რა, იმიტომ რომ მანდ მე მჯერა რომ პასუხისმგებლობა შეიძლება შვილში იმდენად ჩადო, რომ განა იმისი ეშინოდეს, ხო ხდები? რომ არ ვიცი, ხელს დაარტყავ, ან გარიყავ ოჯახიდან, არამედ რომ კონდეს ცხადი პასუხისმგებლობა, რომ ოჯახის წევრია და მისი ეს მოქმედება იქნება ოჯახისთვის დამაზიანებელი და რომ ეგ მნიშვნელოვანია. რომ არ გააკეთო რამე ისეთი, რაც ოჯახს აზიანებს, მაგრამ ეგ არის თითქმის შეუძლებელი თუ კი გყავს მხოლოდ ერთი შვილი. იმიტომ რომ შვილებში პასუხისმგებლობა ყველაზე კარგად მაშინ იბუსტება და თითქმის მარტო მაშინ, როცა ოჯახში არის რამოდენიმე ბავშვი, ეგრე უკეთესად იაზრებენ ყველაფერს. მათ შორის პასუხისმგებლობას. ესე იგი არ ურტყა შვილებს. ეხლა ნახე რა, თუ ბრბო თავის შვილს ხელს დაარტყავს, ეგ პირიქით ჩემთვის კარგი, იმიტომ რომ ჩემი ჯამრთელი შვილები და ჯამრთელი ფსიქიკის შვილები უკეთესად რეალისტებიან და მაგ ხალხს კარგად მართავენ, ხო ხდები? ამიტომ თუ ვინმე ეგეთი გაგიჟებულია, რომ შვილი ცემოს და ასე შენ თავში ქვაგიხლია. ჩემი შვილები იქნებიან მერე, ვინც იბატონებენ შენ შვილებზე.